ფეხბურთი და მილიარდერები თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო ფენომენია. ახლა კი ყველაზე მდიდარი კლუბის მფლობელების სიას ახალი მოთამაშეები შეემატნენ. ჰარტონოს ძმები, ინდონეზიური ჯარუმ გრუპის მფლობელები. მათი საერთო ქონება დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს აღწევს. ისინი უფრო მდიდრები არიან ვიდრე Red Bull-ის მემკვიდრე მარკ მატეშიცი, ან ერთად აღებული ლივერპულის, ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის მფლობელები. და მათ მშვიდად შეიძინეს პატარა საფეხბურთო კლუბი ულამაზესი კომოს ტბის სანაპიროზე. ერთი შეხედვით კომო საერთოდ არ ჰგავს იმ ადგილს, სადაც ვინმე საფეხბურთო კლუბს იყიდიდა. თუმცა კლუბის შეძენის შემდეგ ყველაფერი სწრაფად შეიცვალა. გუნდი იტალიის მეოთხე დივიზიონიდან პირდაპირ სერიაამდე ავიდა. კლუბის თანამფლობელები გახდნენ სესკ ფაბრეგასი და ტიერი ანრი, ხოლო ფაბრეგასი ამავე დროს მთავარი მწვრთნელიცაა. მათი მიზანია 2038 წლისთვის მილიარდ დოლარად შეფასებული ბიზნესი გახდეს და შექმნან ფეხბურთის დისნეილენდი. რამდენიმე წლის წინ კომო პრაქტიკულად განადგურებული კლუბი იყო. მეოთხე დივიზიონში თამაშობდა, რამდენჯერმე გაკოტრდა, არ ჰქონდა აკადემია, არც სავარჯიშო ცენტრი. ხოლო ულამაზეს ხედებზე მდგომი პატარა სტადიონი, რომელიც უფრო ინსტაგრამის ფოტოებისთვის იყო ცნობილი ვიდრე ფეხბურთისთვის. ყველაფერი 2019 წელს შეიცვალა, როდესაც ჰარტონოს ძმებმა კლუბი შეიძინეს. შესაძლოა მათ ფეხბურთის შესახებ ბევრი არ იცოდნენ, მაგრამ ბიზნესის კეთება ნამდვილად შეუძლიათ. 1950-იან წლებში, როდესაც ძმები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათმა მამამ ცენტრალურ იავაზე პატარა თამბაქოს საწარმო იყიდა. ქარხანა აწარმოებდა მიხაკის სიგარეტს. 1963 წელს ქარხანა დიდმა ხანძარმა გაანადგურა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მალევე მათი მამაც გარდაიცვალა. ძმებს მემკვიდრეობა დანგრეული ბიზნესი დარჩათ, მაგრამ მათ ყველაფერი თავიდან ააშენეს და დროთა განმავლობაში კომპანია ჯარუმ გრუპად აქციეს. ინდონეზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონგლომერატად. Forbes-ის მიხედვით დღეს ჰარტონოს ოჯახის ქონება დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მათ აზიის ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახად აქცევს. მათ ბიზნესი მხოლოდ თამბაქოზე არ შეუჩერებიათ. შევიდნენ საბანკო სექტორში, უძრავ ქონებაში, სასალო ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტექნოლოგიებში, სტუმარმასპინძლობის სფეროში და ახლა უკვე ფეხბურთშიც. როგორც კი კლუბის შესყიდვა დასრულდა, კომოს აღდგენა დაიწყო. მოიყვანეს ნიჭიერი ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები. კლუბში გამოჩნდნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან ტიერი ანრი და რაფაელ ვარანი, როგორც ინვესტორები და მრჩეველები. განსაკუთრებული როლი სესკ ფაბრეგასს ერგო, რომელიც დღეს ევროპის წამყვანი კლუბების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება. ამ ყველაფერმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო. რამდენიმე წელიწადში კომო სერიაში დაბრუნდა და ახლა უკვე ევროპული ტურნირებისთვის მებრძოლ კლუბად ყალიბდება. მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში წარმატება მხოლოდ ტაქტიკასა და ნიჭზე აღარ არის დამოკიდებული. კულისებში შენ სწრაფად მზარდ ბიზნესს მართავ და როდესაც კლუბი თითქმის არაფრიდან ელიტურ დონემდე ძალიან მოკლე დრო შეადის, აუცილებელია რომ მთელი სისტემა ამ ზრდას უწყობდეს ფეხს. თუ შენი ერთადერთი მიზანი შემდეგი გიგანტური საფეხბურთო კლუბის შექმნაა, მაშინ კომოს ნამდვილად არ აირჩევდი. ეს არასდროს ყოფილა ნამდვილი საფეხბურთო ქალაქი. მაშ რატომ მაინც და მაინც კომო? ქაღალდზე ეს კლუბი უბრალოდ პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობაც თითქმის მთლიანად სტადიონ სან-სიროზე დაეტეოდა. მაგრამ ეს პატარა ქალაქი წარმოუდგენლად ლამაზია და სწორედ ამან მიიქცია მირვან სუარსოს ყურადღება. ის კრეატიული სტრატეგი და სენტ ენტერტეინმენტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ჯარუმ გრუპის ევროპული მიმართულებების, რომელიც სპორტზე, მედიასა და ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობს. და რადგან კომო პატარა ქალაქია, მას ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ ჰქონდა: სუფთა ფურცელი. თუმცა ბევრი სხვა ინვესტორისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ მდიდარ საფეხბურთო კლუბებს ქმნიან, სუარსოსა და ჰარტონოს ძმებს კომოს კიდევ ერთი ფულის მქონე გუნდის შექმნა არ სურთ. მათ უფრო დიდი მიზანი აქვთ, რასაც საფეხბურთო დისნეილენდი ეწოდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კლუბის გარშემო სრულფასოვან გასართობ ეკოსისტემას ქმნიან. მათი სტრატეგია 4 ძირითად ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი, შედეგი მაინც მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ თამაშობს გუნდი. იტალიურ ფეხბურთს ხშირად დახურული და დაცვითი სტილის რეპუტაცია აქვს, ხოლო კომოს სრულიად საპირისპირო სურს: ლამაზი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, რომელიც ქალაქისა და ტბის ესთეტიკას შეესაბამება. მეორე, ფეხბურთში ლუდიც მნიშვნელოვანია. ამიტომ კომო საკუთარ ლუდს აწარმოებს და რადგან ეს კომოს ტბა, ლუდი აბრეშუმის ფილტრით იწმინდება ქალაქის ისტორიული აბრეშუმის ინდუსტრიის პატივსაცემად. უფრო მეტიც, თუ გუნდი მოიგებს, გულშემატკივარი ერთ ბოთლს უფასოდ იღებს, მაგრამ ლუდი მხოლოდ დასაწყისია. თანამშრომლობა მოდის ძვირადღირებულ ბრენდებთან, შეზღუდული რაოდენობის სპეციალური ფორმები, გაყიდვების ახალი სივრცეები და ასე შემდეგ. მესამე ნაწილი კი სოციალური მედიის ეპოქას უკავშირდება. კომომ კარგად იცის, რომ დღეს მსოფლიო მხოლოდ ფეხბურთს აღარ ადევნებს თვალს, ის კონტენტს უყურებს. ამიტომ მათ შექმნეს განსაკუთრებული ატმოსფერო და ვიზუალური სტილი. გამოკვეთეს ლეგენდარული სტადიონი, ტრიბუნებზე მყოფი ვარსკვლავები, ქალაქის ხედები და კლუბის ირგვლივ არსებული ესთეტიკა. შედეგად ინსტაგრამზე თითქმის 2 მილიონი გამომწერი დააგროვეს. და ბოლოს, მეოთხე
მეოთხე ნაწილი, რაც კომოს სხვებისგან ყველაზე მეტად განასხვავებს და მათი სტრატეგიის ცენტრალური ელემენტია. კომო არის ტურისტული ცენტრი. სხვა კლუბებისთვის ტურისტული გამოცდილება ჩვეულებრივ VIP ბილეთებით, კარგი ადგილებით, საკვებითა და სტადიონზე ადრე შესვლით შემოიფარგლება, მაგრამ კომოს გაცილებით დიდი ამბიცია აქვს. მათ სურთ, რომ საფეხბურთო მატჩი მთლიანად კომოს ტბის ცხოვრების სტილის ნაწილად გადააქციონ. მაგრამ კომო ამ ყველაფერზეც ბევრად შორს მიდის. ისინი სტუმრებს თავაზობენ სპეციალურ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს სასტუმროებს, ჰიდროთვითმფრინავით გასეირნებას, ვესპასტურებსა და მაღალი კლასის რესტორნებს. კომოში არ სურთ მხოლოდ მატჩის დღეებში მიიზიდონ გულშემატკივრებიან ტურისტები. მიზანია ქალაქი და კლუბი მთელი წლის განმავლობაში აქტიური იყოს. კომოს მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლოა უკვე დროა. კლუბებმა უფრო კრეატიულად იფიქრონ ბრენდზე, იდენტობაზე და მთლიან გასართობ გამოცდილებაზე. ყველა ქალაქს მიუხედავად ზომისა თუ სტატუსისა საკუთარი უნიკალური ისტორია აქვს მოსაყოლი. თუ კლუბები ამ ისტორიების ავთენტურად გამოყენება შეძლებენ და მათ საკუთარ მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩართავენ, მაშინ უფრო ძლიერი ბრენდების შექმნას, ახალი აუდიტორიის მოზიდვას და გულშემატკივრებისთვის უფრო დასამახსოვრებელი გამოცდილების შეთავაზებას მოახერხებენ. მთავარი იდეა კი ის არის, რომ კომო გვაჩვენებს, საფეხბურთო კლუბები შეიძლება გადაიქცნენ კულტურულ გამოცდილებად, რომელიც ადგილობრივ ცხოვრების სტილს წარმოაჩენს და არა უბრალოდ 90 წუთიან მატჩს. კომო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდად იქცა. მათი ბრენდი სწრაფად იზრდება და მთლიანად ეს პროექტი ნამდვილად სასიამოვნო სანახავია. და ამ ყველაფრის პარალელურად ისინი ჩუმად ცვლიან წარმოდგენას იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს თანამედროვე საფეხბურთო კლუბი.